გამარჯობეთ უკეთ მეგობრებო. ეს ჩემი საავტორო გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ეს გადაცემა გადის ყოველ სამშაბათს 9 საათზე ლოცვის შემდგომ პირდაპირ ეთერში ქართული ტივიზე და მეორდება შემდგომ ორჯერ. თავარი არის რომ იდება Facebook-ზე საინფორმაციო ყველა ქსელში ვაზიარებთ და ბევრს აქვს საშუალება რომ ნახოს ეს გადაცემები. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ის რომ რასაც შემოგთავაზებთ აი ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტმა შემძლოთ მოსაზრების გამოთქმა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ან იყოს განსხვავებული მოსაზრებები ეს პრობლემა არ არის თავარია რომ გავიაზროთ კარგად. არის ერთი კარგი გამონათქმა რომ ვინც წარსულს უარყოფს წარსულში ცხოვრობს და ვინც წარსულს აანალიზებს იგი მომავალში ცხოვრობს. ჩვენ პრაქტიკულად წარსული არ გაგვიანალიზებია კარგად და ვართ ურაზე გადასული და გაცილებით უფრო რადიკალები გავხდით ვიდრე ვთქვათ ის ხალხი რომელი ეპოქის პოლიტიკოსებსაც ვაგრედიგებთ. ეს არ არის შემთხვევითი რამ. მე მაქვს საშუალება გარკვეულწილად ის რასაც ვიცნობ სოფლიო მასშტაბით და ვხედავ რეალურად და გარკვეულწილად გამოცდილება მაქვს რომ გავიარე გზა სადაც ვთქვათ ვიცი სოფელი რას ნიშნავს და თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო რაც კი არის მიმართულება მიმუშავნიას გამიკეთებია ისევე როგორც რამდენიმე წარმოებაში ვიმუშავე დაწყებული დამხმარე მუშით დამთავრებული ოსტატამდე მივედი და თითქმის ყველა საფეხური გავიარე და ესე იგი თანამდებობებზე როგორც საბჭოთა პერიოდში ისევე შემდგომ და ეს შეეხება იმ პიროვნებას და რეალურად მივედი იმერეთის მხარის საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონი სადაც მაშინ 1 მილიონამდე მოსახლეობა 1 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა აი იმ რეგიონის ხელმძღვანელი გავხდი. პრაქტიკულად ადამიანი რომელსაც ოჯახში პარტიისებრი არც დედის მხრივ არც მამის მხრივ არავინ არ ყოლია და ვისაც სურვილი ჰქონდა ოჯახსაც და ყველა სურვილი ჰქონდა რომ ესე იგი მე მეცნიერებაში დავსულიყავი მაგრამ ჩემი არჩევანი იყო განსხვავებული და ამ არჩევანის გაკეთებაში მე მომეხმარა არ გადაწყვიტა მაგრამ მომეხმარა როგორც თამაზ იმედაძე ცნობილი და უწესერესი კაცი ასევე ჟიული შარტაველი. მე ამას რატომ ვაკეთებ ამ შესავალს ვაკეთებ იმიტომ რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ ბოლშევიზმს და დღევანდელი პოლიტიკოსები ბოლშევიკებზე უფრო მძიმე ბოლშევიკები გავხდით. ჩვენ ვაკრიტიკებთ საბჭოთა პერიოდს და კომკავშირი და ამ შემდგომ და იმ კომკავშირელებზე აი პირველი ბოლშევიზმის პერიოდში რომ კომკავშირელები იყვნენ იმათზე უფრო დიდი კომკავშირელები გახდნენ ისინი რომლებსაც კომკავშირში არ უცხოვრიათ კომკავშირის პერიოდში არ უმუშავნიათ არ უცხოვრიათ საბჭოთა პერიოდში ეს მძიმე რამ არის ბატონებო რასაც ეხლა ვამბობ მე მძიმე რამ და რატომ ხდება ამის ანალიზია სერიოზული საჭირო. ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ რადიკალიზმი და ექსტრემიზმი რომელიც გამეფდა პოლიტიკაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ეს არის დიქტატურის გზა. ეს არის ბოლშევიზმის გზა. ეს არის უარესი ვიდრე საბჭოთა ეპოქა. ვიმეორებ პოლიტიკაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. თქვენ ძალიან ცოტა ვინმე შეგიძლია ჩამოთვალოთ დღეს პოლიტიკოსი რომელიც არ არის რადიკალი, არ არის ექსტრემისტი და რეალურად რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ხდება როგორც იტყვიან პოლიტიკაში გაბატონების საშუალება. ეს მარტო იმ ხალხია, იმ ხალხის კრიტიკაა, ვინც რადიკალია ან ექსტრემისტია არა, ხალხს მოწონს რადიკალი, ხალხს მოწონს ექსტრემიზმი. ანუ ჩვენ უარი ვთქვით დიქტატურაზე და გავხდით უფრო დიდი დიქტატორები. ადამიანებიც ვიმეორებ რომ ადამიანებიც ეს არ არის მარტივი სიტუაცია, თუმცა რა თქმა უნდა ხელისუფლებებს უდიდეს როლი ეკუთვნოდათ და ეკუთვნით ამაში და მე ამის თაობაზე გამოკვეთილად ვისაუბრებ.
მე რომ მკითხოს დღეს კაცმა, როგორ დავახასიათებდი თქვა დღეს პოლიტიკოს, მე შემიძლია მარტივად ვთქვა. პოლიტიკოსი დღეს ეს არის კაცი, რომელიც გაქცეულია წესიერებიდან. ანუ პოლიტიკოსი გაქცეულია წესიერებიდან. წესიერებიდან თუ გაიქცა, სად გაიქცა? ახალ უკეთესი ხარისხის წესიერებაში, არა, უწესობაში. ესე იგი გამოდის, რომ პოლიტიკოსი დღეს რეალურად არის უწესობაში მცხოვრები ადამიანი, ანუ გაქცეული წესიერებიდან და გაქცეული უწესობაში. ეს მძიმე რამე ვთქვი, მაგრამ ვიმეორებ, აი წეღან ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს მარტო პოლიტიკოსების ბრალია? არა, ესეთი მოწონს ხალხს, ასეთი მოწონს, ანუ წესიერებიდან გაქცეული, რაც უფრო მატყუარაა, რაც უფრო ფულიანია, რაც უფრო ესე იგი მძიმედ მოსაუბრეა, რაც უფრო მეტად იგინება, რაც უფრო მეტად ილანძღება, რაც უფრო მეტად იქნებს ხელს, ხალხს უფრო მეტად უყვარს და მოწონს ეს. ეს არის ის, რომ ჩვენ კი გამოვედით თითქოს დიქტატურის ეპოქიდან, როგორც ამბობენ, რომ საბჭოთა ეპოქა ეს იყო დიქტატურის ეპოქა, ასე ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ დაუშვათ, რომ ეს ასე იყო და ვთქვათ, რომ ეს ასე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავედით დიქტატურის უაღრესად უფრო მძიმე ხარისხში, იმიტომ რომ თავისუფლებამ ჩვენ მოგცა არა თავისუფალი ადამიანი, ანუ ქვეყნის თავისუფლებამ მოგცა არა თავისუფალი ადამიანი, მოგცა დიქტატორული ხელისუფლებები, რომელსაც ხალხი ირჩევს. ეს ძალიან მძიმე რამ არის. ამ დღეებში მე ამ შესავალს რო ვაკეთებ, მინდა გითხრათ, რომ ახლა აგვისტოა ჩვენ დღეს ეს პირდაპირი გადაცემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხვალ ჩვენ რკინის ჯვარზე ვიქნებით. რკინის ჯვარი, რომელზეც 2000 წლიდან ავდივარ, სადაც ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანარელმა და მათათამ პირველი საუკუნის 30-იან წლებში აღმართეს რკინის ჯვარი და 2000 წლიდან წარმოიდგინეთ მე თუ ერთი რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო თორე მუდმივად, ხოლო დავით სახვაძე და მისი ოჯახი, ნუ ეს ძალიან ცნობილი მეცნიერი და ესეთი გამორჩეული ოჯახი ხარაგაულის, ესე იგი მუდმივად არიან 19-ში, ანუ ფერისცვალებას და იმით რომ რატო ვაკეთებთ ამას ფერისცვალებას, რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება სწორედ ფერისცვალება. რა როგორი ფერისცვალება ჭირდება? ფერისცვალება ჭირდება თავისუფალი ადამიანისკენ. არა ის, რომ თქვა დღეს რო გველაპარაკებიან მშვიდობაა და რა გინდათ მეტი. მშვიდობა თავისუფალი ადამიანის გარეშე არის დიქტატურა. კორეაშია მშვიდობა, ჩინეთშია მშვიდობა, საბჭოთა კავშირში იყო მშვიდობა და არ იყო არ ფიქრობდა ამას, რომ ვინმე თავს დაესხმებოდა და რაღაც უბედურება მოხდებოდა. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჭირდება დღეს. ჩვენ ავდივართ აქ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იოანე ოქროპირის გამონათქვამს, რომ თავისუფლებისათვის საკუთარი სიცხლის ფასად, თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ხედავთ თავისუფლების ხარისხი როგორ არის? თავისუფლებისათვის სიცხლის ფასად, საკუთარი სიცხლის ფასად გაგათავისუფლათ უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. ჩვენ დღეს რეალურად ის ვინც ვიღაცისტია, არ ვაკონკრეტებ ვისისტი, ის რა თავისუფლებაა, ის არ არის თავისუფალი ადამიანი. ის ვინც ეძებს ბელადს, სად არის თავისუფლება? ის ვინც ეძებს ფულიანს და ფულიანში ხედავს თავის, სად არის თავისუფლება? ეხლა დავაკვირდეთ, რამდენი რჩება ამის გარეთ და რა პასუხისგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს, რომ შინაგანი თავისუფლებისათვის მიექციათ, რომლებმაც შეძლეს, რომ საკუთარ თავზე გაემარჯვნათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე მეკითხარით, რომ ორი დღე ჩვენ ხვალ მივემგზავრებით და დღეს უკვე ახალგაზრდების ერთი 50 კაციანი ჯგუფი გაემგზავრა, ღამეს იქ გაათებენ, ჩვენ ხვალ შევუერთებით, ღამეს ჩვენც ალპურ ზონაში გავათებთ და ზეგ ვიქნებით რკინის ჯვარზე და ნუ იქ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის აი რაღაც თავისუფლების სიმბოლოა ის გამონათქვამი, რომელზეც წეგან მოგახსენებდით იოანე ოქროპირის, რომ საკუთარი სიცხლის ფასად თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. მაგრამ რას ნიშნავს თავისუფლება დღეს? თავისუფლება არ არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით, აი თუნდაც რუსთაველის პროსპექტზე რომ გაყვერიან თავისუფლება. რა თავისუფლებაა ის, როდესაც ბელადს ეძებთ? რა თავისუფლებაა ის, როდესაც ფულს ეძებთ? რა თავისუფლებაა ის, რომ ესე იგი ლაპარაკობთ იმას, რომ ვიღაცის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ? არ არის თავისუფლება. და რა არის თავისუფლება? ეს ბევრნაირი განსაზღვრება არსებობს, აქვს ეს განსაზღვრება დიდ ფსიქოლოგსა და მეცნიერს
Proms, მაგრამ Erich Proms, მაგრამ მე მაინც ესე იგი დიდი ამერიკელი მწერლის გამონათქვამი უფრო მომწონს, რომ თავისუფალი ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. Აი თავისუფლებას ყველაფერს კი არ ნიშნავს, ყველაფრის კეთებას კი არ ნიშნავს. ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. მაგრამ ჩვენ ახლა დღეს რომ მიუახლოვდეთ ჩვენ თემას, ვიმეორებ, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი გამეფებული დღეს პოლიტიკაში. რადიკალი და ექსტრემისტი პოლიტიკოსები საით მიყავთ მათ საქართველოს ბოლშევიზმისკენ, საით მიყავთ საქართველოს დიქტატურისკენ. არ არსებობს თქვენ დააკვირდით ჯერ გამოსვლების ტონი როგორი აქვს, როგორ საუბრობენ, დააკვირდით თუნდაც ხელისუფლებას, ლანძღვა, გინება, მოშტი და ესე იგი დაშინება, სადაც ეს მექანიზმებია მოქმედებაში მოყვანილი პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლებაში არიან თუ ხელისუფლების გარეთ, ეს არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება, ეს არ არის იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის, ეს არ არის დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს ქვეყნის ხელისუფლება, სადაც თამარ მეფემ როდის გააუქმა სიკვდილით დასჯა და დავით აღმაშენებლის ყველაგან როცა საჭირო იყო მოქმედებდა ის თქვათ იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ძალიან გაბედულად და პრინციპულად, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში აი დაწყებული იმით რომ ყოველ შაბათს მიიღება ქონდა როგორც მას ისევე ჭყონდიდელს და ხალხში გადიოდა გადაცმული მეფე რომ გაეგო ხალხში როგორი განწყობა დამთავრებული იმით რა რეფორმებიც გააკეთა ადამიანზე იყო ორიენტირებული ჩვენს პროგრამა რომელიც შევადგინეთ მეცნიერთა კონგრესში მის სახელწოდება როგორია მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ ბიზნეს მისაღწევად მაგრამ თავისუფლება სად არის თავისუფლება აი რომ დგება საკითხი და სად არის ადამიანი თავისუფალი და სად არის ადამიანი ისე თავისუფალი რომ თავის პასუხისმგებლობასაც გზნობს ადამიანი თავისუფალია იქ სადაც მას აქვს არჩევანის თავისუფლება არჩევანის თავისუფლება არ ნიშნავს არჩევნებში რომ ვინ გინდა აირჩიო და იქაც კი რო გიყალბებენ ეს არ არის არჩევანის თავისუფლება არჩევანის თავისუფლება აქვს მხოლოდ იმ ადამიანს რომელიც არის ესე იგი ფინანსურად უზრუნველყოფილი ანუ საშუალო ფენის წარმომადგენელია ღარიბი ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი ეს იმიტომ კი არა რომ მას არ უნდა იმიტომ რომ მას არ აძლევს საშუალება სიცოცხლე არ აძლევს საშუალებას იმისას რომ იყოს თავისუფალი თუ ის ღარიბია ამიტომ როგორი ხელისუფლებაა კარგი რომ გავყვეთ ამას და ვთქვათ ის ხელისუფლებაა მთავარი რომელიც აძლევს არჩევანის თავისუფლებას რომ მე მაქვს არჩევანის თავისუფლება არჩევნებზეც მე მაქვს არჩევანის თავისუფლება მოქმედებაშიც მე მაქვს არჩევანის თავისუფლება რომ რა ავირჩიო საკვებად და ავირჩიო ის რომელიც მე მინდა იმათ შორის არჩევანის თავისუფლება ნიშნავს იმას რომ მე ავირჩიო საწავიდე დასასვენებლად არჩევანის თავისუფლება ნიშნავს იმას კი არა რომ რაღაცა რო გადმომიგდე მე ის ჩავიცვა და დავიხურო არამედ მე თვითონ ავირჩიო ყველაფერი არჩევანის თავისუფლება ნიშნავს მე ავირჩიო სად ვისწავლო და როგორ ვისწავლო ყველაფერი არჩევანის თავისუფლება ეს არის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი რამ ყველაზე უმნიშვნელოვანესი ჩვენთან არც არჩევანის თავისუფლება აქვს რეალურად მე რაც ჩამოვთვალე ისინი აი ვიმეორებ რომ ადამიანი რომელსაც საქართველოში შემოსავალი ოჯახში სადაც ერთ კაცზე გაანგარიშებით 3000 ლარზე ნაკლებია იქ თავისუფლების ხარისხი არ არსებობს 3000-დან 400-დან 1000-მდე სადაც არის იქ არის თქვათ თავისუფლების ელემენტები თავისუფლება იწყება 4000 5000 ლარიდან როცა არის შემოსავალი ერთ ოჯახში და რატომ იმიტომ რომ აქ არის საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციის თავისუფალია ის ადამიანი რომელსაც აქვს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება ვიმეორებ თავისუფლება ეს არის არჩევანის თავისუფლება მაგრამ არჩევანის თავისუფლება მარტო არჩევნებს არ ნიშნავს და თავისუფალია ის ადამიანი რომელსაც აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება როცა შენი პროფესიის მიხედვით ვერ მუშაობ როცა შენი ნიჭის რეალიზაციის საშუალება არ აქვს შენი შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალება არ აქვს შენ არ ახარ თავისუფალი ადამიანი აი ეგ არის სწორედ ძალიან სერიოზული რამ რომელზეც დღეს დაფიქრება ღირს მე რატომ გავაკეთე ეს შესავალი და რატომ ეს არის მეცნიერთა კონგრესი პირველივე დღიდან
როგორც კი შეიქმნა და აწლეულების წინ ეს პროგრამები რომ დაწერა, ეს პროგრამები რომ შეადგინა. და იმიტომ დაწერა პროგრამა მიზანია სამშობლო და ადამიანი. იქ არ წერია რომ მშვიდობა. სადაც სამშობლო და ადამიანია მიზანი და იქ არის მშვიდობა. და მშვიდობა არ არის იქ რომ ყოველწუთში რომ გახლიან რომ აბა ომი გინდა, ომი არავის არ უნდა. ომი არავის არ უნდა ბატონებო. ეს აი ტყუილში გადაყავთ ხალხი, სიცრუეში გადაყავთ ხალხი. მე პატივსვებ იმ მშვიდობას, სადაც ადამიანია თავისუფალი, ქვეყანაში სადაც ადამიანია თავისუფალი. როდესაც შენ საშუალება არ აქვს, მე ჩემი ოჯახის წევრი როცა მეუბნება იმას, რომ გავიმარჯვო ყველა კონკურსში, მაგრამ გასაუბრებაზე რომ გავდივარ და მკითხავე რა გვარი ხარ და რო ვეტყვი შაშიაშვილი და მიმწუჩევენ მიბრუნდება კითხვა თემურ შაშიაშვილი რა არის შენ და რო უპასუხებ მამა მერე უკვე მეუბნებიან დაგიძახებთ 1 წელი 2 წელი 3 წელი აღარ დაუძახეს და ბევრი სხვა რამ ყველა შეუძლია ასეთი რამ მოიყვანოს თავისი იმიდან რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი ბატონებო დღეს ქვეყანა დღეს რეალურად ეს არის მდიდარი მონების ბატონობა ესე იგი აი როგორც იტყვიან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ანუ ზნეობრივ უმრავლესობაზე ბატონობენ მდიდარი მონები. ბატონი კი არ ბატონობს, მდიდარი მონა ბატონობს. იმიტომ რომ ვინც ბატონობს, ვინც შენი უფროსია, დეპუტატი, გამგებელი, ის უყურებს ზემოთ. აბა ის სისტემა, რომელიც შეიქმნა შევარდნაძის დროს, ის სისტემა, რომელიც გააძლიერა მიხეილ სააკაშვილმა და ის სისტემა, რომელსაც გვირგვინი დაადგა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის დიქტატურის გზა, ეს არ არის თავისუფლების გზა, არც მშვიდობის გზა არ არის ეს. ეს მშვიდობა ერთ დღეს შეიძლება დაიმსხვრეს. ეს არ არის მშვიდობა. ჩვენც ავყევ მშვიდობა და თავისუფალი ადამიანის ფორმირება საბავშვო ბაღიდან იწყება, სკოლაში იწყება. პოლიტიკაში არ ვერევი, ეს იმას ნიშნავს, რომ უბედურე პოლიტიკაა საბავშვო ბაღი, პოლიტიკაა სკოლა, მაგრამ არა პოლიტიკაზე საუბარი, არამედ თავისუფალი ადამიანის აღზრდა და დღეს პედაგოგებს ამას ამის გამო გავაკრიტიკებთ, რომ მათ არ აქვთ დღეს ჭირდება სამშობლოს ქვეყანას ჭირდება ძალიან ბევრი ვთქვათ ფსიქოლოგი, სოციოლოგი და აი ესეთი ადამიანები, რომელსაც შეუძლია ტელევიზიები უნდა იყოს იმით, რომ აი ასეთი ადამიანები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აი რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანის აღზრდა. გახსოვთ თქვენ, რომ დაბადებიდანვე უზრდი ბავშვი დაგიგვიანიაო. და როგორ არის ჩვენი წინაპრები ამბობდნენ რომ აი როგორც კი ჩანასახია დედამ რა უნდა აკეთოს რა მუსიკა ისმინოს როგორ იაროს როგორ არ უნდა ინერვიულოს ყველაფერი თუ ეს ვიცით ჩვენ ესე იგი მისი საწყისი გწოდნია და რატო გვინდა რომ აი მერე ვეძახი აი საბავშვო ბაღში და სხვაგან და არ აბსოლუტურად არსად თავისუფალი გარემო შექმნა არ ხდება ეს სრულიად სხვა რამეა ჩვენ აი ამ საკითხებზე რომ საუბრობთ ვემზადებით ძალიან სერიოზული კონგრესისთვის, მესტიერთა კონგრესისთვის, რომ ჩვენ კიდე ერთხელ და საბოლოოდ უთხრათ ადამიანებს და ხალხს. საქართველოს ჭირდება პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ საქართველოს ამ ეტაპზე არ ჭირდება პარტიული პარლამენტი. საქართველოს ამ ეტაპზე ჭირდება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომელიც 4 წლით, მინიმუმ 2 წლით თუ ვერ შეასრულებენ იმას 2 წლის თავზე რეფერენდუმი ტარდება 4 წლით მინიმუმ და ეს უნდა იყოს არა პარტიული ესე იგი შემადგენლობა პარლამენტის თუ ესე ხელისუფლების არამედ ეს უნდა იყოს პიროვნებათა პარლამენტი პიროვნებათა ხელისუფლება თავისუფალი ადამიანების შინაგანად თავისუფალი ადამიანების ხელისუფლება და პარლამენტი უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი ადამიანი არ არის ფულის ფლობელი ფული ფულს მაშინა აგზალა როცა ის წესიერი კაცის ხელშია. თელ მსოფლიოში ფული თავისუფლებას აძლევს ადამიანებს. საქართველოში ფული ბორკავს, მონათხთის. ვისაც ფული აქვს, ყველაზე დიდი მონაა. ფულიანი უფრო დიდი მონაა, ვიდრე ის, ვისაც არაფერი არ გააჩნია, იმიტომ რომ ფულიანი თვალებს შეციცინებს. აბა ბიძინა ივანიშვილმა, აბა იქ როგორ არის, აბა როგორ მიაწვდენს ხმას და ამის წინ გავიგე რომ 1 2 3 პიროვნება ვიცი რომ ჩადიან იმაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის თქვათ ახალციხეში
და ჩადიან იქ და ესე იგი ტელეფონზე რო დაურეკავენ ვისანაც უნდათ დაელაპარაკებიან და მე ეთქვიან აი ესე იგი მოიცა გრიგორიჩი მოდის შემსკენ კატასტროფა არ არის ასეთ ხალხს აქვს ფული ქვეყანაში ხალხო ადამიანებო ესე იგი ნეტავი ყველაფერი არ ვიცოდე ნეტავი არ ვიცოდე ყველაფერი ნეტავი მართლაც აი ჟიული შარტავასა და ამ ხალხის საშუალებით აი ყველა ის არ გამევლო და არ მენახა ეს ადამიანები მე ხო ნახი ადამიანები რომლებიც ამერიკას იძახდნენ და როგორც კი ბიძინავანიშვილს აღარ მოწონს უკვე ამერიკა იმიტომ რომ ამერიკელები და ევროპელები ცოტა მძიმედ ელაპარაკებიან იმიტომ კი არა რომ საქართველოს ებრძვიან იმიტომ რომ საქართველოს იცავენ და ის ამბობენ რომ არა ხარ თქვენ დემოკრატიული ხალხი და არა ხარ დემოკრატიული ქვეყანა და ასე მარტო არ შეიძლება ქვეყნისო აი ისინი ჩვენ საზოგადოება მხარს უჭერთ ბიძინა ივანიშვილს რო ებრძვიან გარედანო ისინი ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან არა და არა საქართველოს და მოსახლეობას იმიტომ რომ მათ უნდათ რომ საქართველოს კი ბატონო ვიღაცამ შეიძლება გადააჭარბა არ ვარყოფ ამას და იყოს მაგრამ აქ ლაპარაკი არის დიდ ექსპერტებზე სერიოზულ ექსპერტებზე მე ამ დღეებში თქვათ იტალიაშიც ვიყავით არ მინდა ჩრდილოეთ კავკასიაში ხშირად ვარ აი ახლა აგერ ვლადიკავკაზში ვესწრებოდით ამ ბოლო პერიოდში საერთაშორისო კონფერენციას საოცრებო ნახე ბატონებო თავისუფალი ადამიანი ამას ატარებდა ერთი კონკრეტული პიროვნება არც ხელისუფლების წარმომადგენლებს იწვევს იქ და სულ არაწუხებს ეს ხელისუფლები თქვენ წარმოვიდგინეთ ვლადიკავკაზში და ჩაატარა ისეთი კონფერენცია რომ ავსტრიიდან გინდა იაპონიიდან გინდა ჩინეთიდან გინდა ესე იგი და სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტები საუკეთესო სპეციალისტები და არავის არ ჭირდებოდა იქ რომ მოდით ღონისძიებაზე ერთი სკამს ვერ ნახავდი თავისუფალი დაჯდა თავიდანვე 200 კაცი და ბოლო ღონისძიებაზე 200 კაცი რატო იმიტომ რომ სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული და მათ უნდათ გაეგოთ რომ რა ხდება ამაში და უნდა გითხრათ რომ სრულიად სხვა ფილოსოფია წარმოადგინეს ის რაც დაკავშირებულია თუნდაც ბევრ რამესთან კონკრეტულ თუნდაც რამესთან რო გვეგონა ჩვენ თუნდაც იგივე კარტოფილია თუ სხვა რამ და გვეგონა ეს უბრალოდ დათესე და მოიყვანე და გაყიდე ეს რა ხელა ფილოსოფია ყოფილა როგორი რამ არის და რაზე მუშაობენ აგერ შორს კი არა აგერ ჩtildeოთ კავკასიაში თქვათ მე სხვადასხვა სახელმწიფოებში ამ ქვეყნებში დავესარი ჩtildeოთ კავკასიის კონფერენციებზე ხა ბოლო გითხარით თორე სხვაგანაც ასეთი ის იყო ანუ ვიმეორებ აი ესეთი მორჩილება რომ აი ხელისუფლება ესრობოდეს ან ხელისუფალი იყოს და რაღაცა იქ ვერ ვნახე საქართველოში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესე ყველანი უყურებენ იმას რომ ფული ვისაც აქვს ისინი არიან ყველაზე მეტი მონები იმათთან შედარებით ვისაც არაფერი არ აქვს ეს ალბათ ბევრმა წაიკითხეთ უკვე რა არის დააგვირდით ეს წელს დააგვირდით აქ 1999 წელი ეს როდესაც მე ლიკანში ბორჯომში შევხვდი პრეზიდენტს გადავეცი ძალიან ვრცელი წერილი უმძიმესი წერილი ეს არის ამონარიდი ერთი რომელიც აი თუ რამე შეიცვალა ერთი დააგვირდით ამას მე მიმართავ პრეზიდენტს და ვეუბნები თქვენ ქვეყნის პრეზიდენტი ხართ და ბუნებრივია შეგაწუხათ ჩემმა შეფასებამ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში დიახ მე მას უთხარი რომ ჩვენ ცხოვრობთ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ეხლა გუბერნატორმა ეს რო გაბედა და უთხრა მოქმედ პრეზიდენტს და უთხრა რომ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ცხოვრობო და ეს წერილი მივეცი ხომ გამოქვეყნებულია იმ პერიოდში გაზეთებში ვისა აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს ამ დაგვარი რამე რო დაუწეროს მისმა გუბერნატორმა კი არა რომელიმე მინისტრმა სამუდამოდ მიიღებს იხეს ესე იგი შეგაწუხათ შეფასება მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია ბატონო პრეზიდენტო შესაძლებელი ანტიქართული ძალების პარპაში მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი კუჭის გამარჯვება გონებაზე მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ნიჭიერების დამარცხება მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ფეოდალური აზროვნების ბატონობა მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი კნანურობის ზეობა მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ხალხში მონური ფსიქოლოგიის გაძლიერება მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი საკუთარი ეკონომიკის გრევა და სხვა ქვეყნის უვარგისი მაგრამ იაფასიანი საქონლით ვაჭრობის დიდ ჩარჩულ მოედნად საკუთარი ქვეყნის გადაქცევა მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია შესაძლებელი ძლიერის და სამართლიანის დაუფასებლობა და სუსტა იდეოლოგიის დამკვიდრება მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითო კაცებულია და ბოროტები ერთ მუშტადაა შეგრული
სწორედ ასეთ ქვეყანაშია ადვილი ღმერთის განდევნა ადამიანიდან, ოჯახიდან, სასწავლო აუდიტორიიდან, ცხოვრების წესიდან. რამე შეიცვალა 99 წელი აგვისტო. მაშინ მე გავბედე და გუბერნატორმა უთხარი პრეზიდენტს შევარდნაძეს, რომ ეს არის მშიერი და დაუზრუნებული ქვეყანა. რამდენი წელი გავიდა მის შემდგომ? 27 წელი. შეიცვალა რამე? არ გაძლიერდა და არ გაუარესდა ბევრი მიმართულებით მდგომარეობა? როდემდე უნდა ვუყუროთ ამ მდგომარეობაში ჩვენ ქვეყანას? ეს როდის არის შესაძლებელი? მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე. ხშირად ვამბობ ამას. ამერიკასაც ჰქონდა ეს პერიოდი. რეიგანმა და მანამდე ბევრმა სხვამ. რეიგანმა ორჯერ პრეზიდენტად იყარა კენჭი და პირველად როცა იყრიდა კენჭს თქვა, რომ ამერიკაში დიდი პრობლემებია. ამერიკის წინაშე ამოცანა ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე. თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, ამერიკაში მდგომარეობაში გაუარესდება. არ აირჩიეს. გაუარესდა ხალხი მდგომარეობა. მიყარა მეორედ კენჭი. ისე უთხრა, რომ კუჭი არის გამარჯვებული გონებაზე ამერიკაში და ხალხო დავფიქრდეთო. არ დაუჯერეს და გაუარესდა მდგომარეობა. მესამედ იყარა კენჭი, 70 წლის იყო. და ისე მიმართა, თქვენ ამირჩევთ, არ ამირჩევთ, მე გეუბნებით თქვენ იმას, რომ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაშიო. და უთხრა პირდაპირ, ამერიკის წინაშე არის ამოცანა, ან კუჭმა უნდა გაიმარჯვოს გონებაზე, ან გონებამ კუჭზე. თუ კუჭი გაიმარჯვებს გონებაზე, ამერიკა დასრულდება როგორც სახელმწიფო. თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე, ამერიკა იქნება ზესახელმწიფო. დაუჯერეს მესამედ, აირჩიეს, გაიმარჯვა გონებამ კუჭზე ამერიკაში, მიხედეს ძალიან ბევრ რამეს და ამერიკა გახდა ზესახელმწიფო. დღეს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, აი ამ მიმართულებით ხაზგასმა. დღეს ქვეყანაში პარტიული პარლამენტის არჩევა და კიდე ის ხალხი, რომლებიც მონები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ესე იგი უმრავლესობით კი არაო, კონსტიტუციური უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოსო. თქვენ წარმოგიდგენია დემოკრატიულ ქვეყანაში, მსოფლიოში ასეა მიღებული წესი, თუ დიდი უმრავლესობით იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, იქ ახალ არჩევნებს ატარებენ და ხალხს ეუბნებიან დაფიქრდითო. და ჩვენთან პირიქით ეს მონები მოუწოდებენ ხალხს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რომ კანონი რასლაპა კონსტიტუციური უმრავლესობა ქონდა შევარდნაძეს, დაგვაქცია. კონსტიტუციური უმრავლესობა ქონდა სააკაშვილის, დაგვაქცია. კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს ივანიშვილის, დაგვაქცია და გვაქცევს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით. რა არის იქ? ეს არ არის იმუნობა, ეს არის ქვეყანა. ასე უნდა ვიაროთ მუდმივად. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის გამოსავალი არის დღეს არაპარტიულ პარლამენტში, არამედ პიროვნებათა პარლამენტში, ეროვნული თანხმობის პარლამენტში. შეიმუშავა ეს კონცეფცია მეცნიერთა კონგრესმა. ამ კონცეფციას ჩინური ყრუკედელი დაახვედრა ხელისუფლებამ, როგორც წინამ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ისევე ამ ხელისუფლებამ უფრო მეტი მძიმე კედელი დაუკრნენ, რომ შეუძლებელია რაღაცის რაიმეს მიტანა ადამიანებთან უკვე ესეთი მდგომარეობა. არც ერთი ტელევიზია ამას, ესე იგი ამბობს მეცნიერთა კონგრესი, სერიოზული გუნდი ამბობს, ჩვენ არ გვინდა ხელისუფლებაში მისვლა. ჩვენ არაფერი არ გვინდა, მაგრამ გაიგეთ ხალხო, რომ პიროვნებათა პარლამენტია საჭირო ამ ქვეყანაში, თუ პიროვნებათა პარლამენტი არ მოვიდა, ჩვენ კიდევ უფრო უარესად ვიცხოვრეთ. აი, ერთი 30-40 წელია, ვიდრე გუბერნატორი ვიყავი თუ მერე, მუდმივად ვლაპარაკობ, რომ ესე იგი სისტემა ქვეყანაში, სისტემა ავადმყოფი. და თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა, ჩვენ კიდევ უფრო უარესად ვიცხოვრებთ. ეს პირველად 96 წელში ვთქვი. 97 წელში პარლამენტის ტრიბუნიდან მოხსენება, რომელიც გავაკეთე სათაური იყო. ესე იგი სისტემა ავადმყოფი და სისტემური ცვლილებებია საჭირო. რამდენი ხანი გავიდა? 30 წელი გავიდა. 30 წელია ვამბობ ერთი და იგივეს. არ შევიცვლიას, ნუ გჯერათ, არ გჯერათ, ნუ გჯერათ. კი ბატონო, მე მართალი მინდა ვიყო უფალთან, საკუთარ სინდისთან და არ გავიქცე მე სხვა პოლიტიკოსების წესიერებიდან და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხმა მომეცით და ამიტომ მოგატყუებთ.
მე მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს. მე უცხოეთშიც და აქაც მეუბნებიან, რომ ჩვენ სოფლიოში არ ვიცით პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდეს ამას, რომ მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს. ათასების ბრმად ტაშის დაკვრამ დაღუპა ხელისუფალიც და ქვეყანაც. მე არ მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც ამ მაშინ მონაწილეობს, რომ ბევრჯერ მომეცა ამის საშუალება, ის პირველი ნომერი ყოფილიყავი, რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილმაც უდიდესი რამ შემომთავაზა, ნინო ბურჯანაძემ, ყველამ თითქმის ბადრი პატარკაჩვილმა, მაგრამ ვიც არ იზიარებს იმას, რასაც ქვია მეცნიერების მონაპოვარი, რომ ამ ქვეყნის გამოსავალი არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაში. რომ ამ ქვეყნის გამოსავალი არის მეცნიერულ პროგრამებში, რომ ამ ქვეყნის გამოსავალი არის ხალხის და მეცნიერი ხალხის შეერთებაში მეცნიერულ ხალხი უნდა შევაერთოთ მეცნიერულ პროგრამებში. ესაა გამოსავალი, ესაა ის პროგრამები მეცნიერულ, რომელიც დაიწერა, რომლის რეალიზაცია ჩვენ იმას ვარ ვამბობთ, რომ ზოგადად და რაღაც და ამ შემდგომ, არა, ეს პროგრამები დაიწერა, ხომ? ესეა ჩვენ ამდენი წელია, რომელ წელში გამოვიდა ეს წიგნი, ჯერ კიდევ ესე იგი ძალიან დიდი ხანია იმის შემდგომ, რაც ეს წიგნი გამოვიდა, სადაც ჩვენ ამ ბოლო გვერდზე პირდაპირ თუ თავის შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები და აქ ესე იგი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის პარალელში უილიამ ფოლკნერის ეს გამონათქვამი გვაქვს, მაგრამ ყველაზე კარგი არის ეს, რასაც ახლა წაგიკითხავთ აგერ, რომ რას ამბობდა ესე იგი მაჰათმა განდი, რომელმაც ინდოეთი გამოიყვანა მონობიდან და დაასრულა ესე იგი ბრიტანეთის კოლონიაში ცხოვრება, ინდოეთის ცხოვრება ბრიტანეთის კოლონიაში დაასრულა. რას ამბობდა? მარტო იჯდა, მარტო, მაგრამ რას ამბობდა, ნახეთ, ჩვენ დაგუპავს სიამოვნება სინდისის გარეშე, სიმდიდრე შრომის გარეშე, ბიზნესი მორალის გარეშე, მეცნიერება ადამიანობის გარეშე, ლოცვა მსხვერპლის გარეშე, პოლიტიკა პრინციპების გარეშე. რა არ არის დღეს სწორი? არ არის მართალი, რომ საქართველოში სიამოვნება სინდისის გარეშეა. რა, რომელიმე მდიდარი თქვენ გინახავთ, რომ სერიოზულად შრომობდა? აქ პირდაპირაა, რომ დაღუპავს სიმდიდრე შრომის გარეშე. მოტყუებით და ქურდობით მიიღეს სიმდიდრე. და იმიტომ ვიღუპებით. ბიზნესი მორალის გარეშე. ამ ბიზნეს მორალი აქვს საქართველოში? ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დიდარი ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ ღარიბები არ ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში. საქართველოში ეს უნდათ. ღარიბებია, ესე იგი ფშიერი და დაუზურებული ხალხია დღეს პური დიდარი მონების და პოლიტიკოსების შესაბამისად. ფშიერი და დაუზურებული ადამიანის ყიდვა ადვილად შეიძლება. ან კიდე აქ თქვათ მეცნიერება ადამიანობის გარეშე. მეცნიერი, რომელიც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, იმას ადამიანობა არ აქვს. ადამიანი მეცნიერი არის ის, რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. ბევრს იცნობ თქვენ მეცნიერს, რომელიც ხელისუფლებისგან იცავს ხალხს. მე იმას კი არ რომ გამოდიან და ილანძღებიან და აკრიტიკებენ, არ არის ეგ. მეცნიერი რაც შეიძლება ნეიტრალური უნდა იყოს, მეცნიერი უნდა იდგეს ხალხთან. და დღეს მეცნიერი, რომელიც დგას ან ხელისუფლებასთან, ან ოპოზიციასთან, ის მეცნიერი არ არის, ის ადამიანი არ არის. შემდგომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ლოცვა მსხვერპლის გარეშე. ესე იგი რა, იმ 10 მცნებიდან 2-3-ის შემსრულებელია რომელიმე? არა კაცკლაო და სისხლს უშრობთ ადამიანებს და მეტი რა არის? უარესი რა უნდა იყოს? პოლიტიკა პრინციპების გარეშე. სად არის პოლიტიკა? რა პრინციპები გააჩნია პოლიტიკას ქვეყანაში? დააკვირდით თქვენ. სად აღმოჩნდით ჩვენ? და რატომ არის თქვა მე ვსაუბრობ იმ კონგრესზე და რატომ ამბობ იმას, რომ ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს რა არის თავისუფლება. და საკითხის დასმა მშვიდობა თუ თავისუფლება, ეს აბსურდია.
მშვიდობა არის იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანია თავისუფალი, სადაც ადამიანს სისხლი უშრება და სადაც ადამიანზე ზეწოლაა ზემოდან, სადაც პარტიული გავლენებია და სადაც ხელისუფლება არის პარტიული და ხელისუფლება იცავს მისი პარტიელების ინტერესებს და არა ხალხის, იქ რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი? რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი? ეს ისეთი პრინციპებია, გასაგებია, ჩვენ რო არ მოვწონვართ, მე ეს მიხარია, რო არ მოვწონდით სააკაშვილის ხელისუფლებას, რო არ მოვწონვართ ბიძინავანიშვილის ხელისუფლებას, ეს არის ჩვენთვის დღეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ხალხისგან უნდა მიიღო. იმიტომ რომ არ მოწონხარ იმას, ვინც ამას აკეთებს ქვეყანაში. მშიერი და დაუძლურებულ ხალხზე ცხოვრობს. მშიერი და დაუძლურებული ხალხით მდიდრდება და მშიერი და დაუძლურებულ ხალხს ყიდულობს. და მშიერი და დაუძლურებული ხალხი მისთვის არის ხმა, საარჩევნო ხმა. მას არ უნდა მდიდარი, მას არ უნდა საშუალო ფენა, მას აწყობს ღარიბი. ღარიბის ყიდვა ადვილია. აი ამ ხელისუფლებებს რო ვირჩევთ და ამ ხელისუფლებებს რო უჭერთ მხარს, ეს რა ამ ხელისუფლებების ბრალია? ეს ხელისუფლებები აკეთებენ იმ პოლიტიკას, რომელი პოლიტიკაც მათ მიიყვანს სათავეში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს. მე ხმამაღლა მომბობ. დღეს ქართველ ხალხს ჭირდება პარლამენტი როგორც პოლიტიკური ორგანო, მაგრამ პარლამენტი არა როგორც პარტიული ორგანო. დღეს ქვეყანას არ ჭირდება პარტიების პარლამენტი. დღეს ქვეყანას ჭირდება პიროვნებათა პარლამენტი. დღეს ქვეყანას ჭირდება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომლის ფორმირებაში კონცეფციით მეცნიერთა კონგრესის მონაწილეობას იღებს ხალხი, პოლიტიკური ძალა ყველა ინსტიტუტი, რომელიც კი არსებობს, მეცნიერებათა აკადემია, თუნდაც თქვათ აი ესე იგი უნივერსიტეტები, ინსტიტუტები და ყველანი და საბოლოო სიტყვას ამბობს ხალხი. და არჩევნები ჭარდება იმ წესით, ერთი სით, ერთ სიაში კონკრეტული პიროვნებების გვარები წერია და ამ კონკრეტულ პიროვნებას ირჩევენ ადამიანები. და ეს პიროვნებები ერთხელ მაინც რომ პარტიებს გარეთ რომ იყოს. ჩვენ რატო არ მოვკრებიან პარტიები ამას? ჩვენ ვამბობთ რომ პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი, ხოლო ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. მაგრამ პარტიებმა გააკეთეს ის, რომ თუ არ ახარ პარტიის წევრი, ვერ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში. ვინც არ უნდა იყოს შენ? დავით აღმაშენებელი რო ადგეს დღეს და დავწუნდეთ ყველანი რომ ეს დავით აღმაშენებელია, თუ თავის პარტიას არ შექმნის, ან პარტიაში არ შევა, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აი ეს არის უწესობისაკენ გაქცევა, წესიერებიდან გაქცევა პოლიტიკოსების. აი ასე მოატყუეს ხალხი, რომ შენი სოფლის გამგებლის არჩევის უფლება არ აქვს. შენ არ გენდობი შენი სოფლის გამგებლის არჩევას, მაგრამ აი პარტიის არჩევას გენდობი, გინახავს ამნაირი რამ, ნუ ესე იგი, აი ეს არ არის უბედურება, ეს არ არის იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებიც წესიერებიდან გაიქცნენ და გაიქცნენ უწესობაში. ეს არ არის მდიდარი მონების კანონი, აბა რა არის მეტი? აი როცა ასეთი რამეებია მიღებული, ეს არ არის ბატონებო მარტივი რამ, რაზეც მე თვითონ განვიცდი ამას. მე რატო არ მინდა რომ აი ასე ზოგჯერ მარტო რო ვჯდები და ვსაუბრობ ამ იმას, მე ყველას ვიწვევ ამ დისკუსიაში, ყველას, ვისაც გაუჩნდება სურვილი, შიგნით მეცნიერთა კონგრესში შიგნითაა თუ მეცნიერების გარეთ, მეცნიერთა კონგრესის გარეთ. ჩვენ დღეს სხვანაირად გვჭირდება აი იმის მიტანა ხალხთან, რასაც ეს ქვია, ეს პროგრამები, მეცნიერული პროგრამები ქვია. როგორც არასდროს მეცნიერთა დიდი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესი არის ხალხთან და მეცნიერთა კონგრესს აქვს შემუშავებული ხალხის სახალხო პროგრამები, ხალხის პროგრამები, ადამიანური პროგრამები აქვს შემუშავებული. და უნდა დაიცვას არაადამიანური ხელისუფლებისა და პოლიტიკოსებისაგან. უნდა დაიცვას წესიერებიდან გაქცეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებებისაგან. ესაა დღეს მეცნიერთა კონგრესი. მეცნიერთა კონგრესს როგორც არ მეცნიერთა ამ ჯგუფს როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში ასე აქვს ეს პროგრამა შემუშავებული და ეს არ უნდა ხელისუფლებას ლოგიკურია, არ უნდა ოპოზიციას ლოგიკურია, მაგრამ არ უნდოდეს ხალხს ამაზე დიდი ალოგიკურობა რა არის.
მაგრამ მე ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ უნდა ხალხს, იმიტომ რომ ვერ წდება ყველას ეს ტელევიზია, ვერ მივდივართ ყველასთან და ჩვენ იმ ტელევიზიებში არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, რომელიც თქვა თელს ქვეყანაზე მუშაობს. ამიტომ ვეუბნებით ყველას, რომ მოდი ერთი ტელევიზია მაინც, რომელიც უნდა შეიქმნას და იყოს თავისუფალი მართალი ტელევიზია, როცა ნებისმიერს ექნება საშუალება გამოვიდეს და თავისი მოსაზრება თქვას. აი აგერ მუდმივად მიდევს, მაგიდაზე მიდევს მე მუდმივად, რომ ესე იგი დააგვერდით პოლიტიკოსების ქება იმისთვის, რომ მათ ბიუჯეტის ფული დააშენეს საავადმყოფოები, ავტოსტრადები და სარკინიგზო ხაზები იგივეა, რაც ბანკომატის შექება თქვენივე ფულის მოწოდებისთვის. მე ასე ვამბობ, პოლიტიკოსის ქება იმისთვის, რომ მათ ბიუჯეტის ფულით ააშენეს საავადმყოფოები, ავტოსადგომები და სარკინიგზო ხაზები, შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს. თავისუფალი ადამიანი ხელისუფლებას არ შეაქებს იმისთვის, რომ ბიუჯეტის ფულით რამე გააკეთეო. თავისუფალი ადამიანი ხელისუფლებას პასუხს მოთხოვს იმისთვის, რომ რატომ გიჯდება 20 მილიონი თუ 25 მილიონი რუსთაველის პროსპექტის 2 კილომეტრი. როდესაც მასე უკეთესი გზა და მასე უკეთესი, მასე უფრო ფართო, მასე უფრო მოწესრიგებული, მასე უფრო კარგი 2002 წელში ქუთაისში პრაქტიკულად $1,500,000 უფრო გრძელი, უფრო კარგი, უფრო ფართო, უფრო გრძელი, უფრო მოწესრიგებული 2002 წელში გაკეთდა $3 მილიონ ლარად, რაც გიჯდება დღეს 20-25 მილიონი ლარი. ასე გაძვირდა ცხოვრება, მაშინ რატო ტრაბახობთ? ეროვნული პროდუქტი გაიზარდაო, მაშინ რა გამოდის? 7-ჯერ რა ერთი ქუჩა გაგყავთ, ისეთივე ქუჩა, როგორიც არის თქვათ უფრო ნაკლები ზომის, ვიდრე იყო დავით აღმაშენებლის პროსპექტი ქუთაისში და მაშინ ეს 3 მილიონი დაჯდა, ანუ 3 მილიონი შევიდა ეროვნულ 3 მილიონი ესე იგი 3 მილიონი იყო რომ ეროვნულ პროდუქტში იმ ქუჩის გამო რომ შევიდა, დღეს რუსთაველის პროსპექტი უფრო ნაკლები ზომის და ეს 22, 23, 25 მილიონი ჯდება. ეს რა არის იგი? და ეს არის ეკონომიკა წავიდა წინო და ეს ამბობთ იმას, რომ გაიზარდა, რატო ატყუებთ ხალხს? მაგრამ პოლიციური სახელმწიფო რომ არის, ხო ვიცით ეს, რომ ესე იგი ჩვენ პირველ ადგილზე ვართ სოფლიოში 100,000 კაცზე პოლიციელთა რაოდენობის მიხედვით. პირველ ადგილზე სოფლიოში 100,000 კაცზე პოლიციელთა რაოდენობის მიხედვით. ეს არ არის ისი და საქართველოს ბიუჯეტი რა არის? საქართველოს ბიუჯეტი არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. საქართველოს ბიუჯეტი არ არის ის ფული, რომელიც ვაწარმოეთ რაღაც ქვეყანაში, გავკიდეთ ქვეყნის გარეთ და ბიუჯეტი გავამდიდრეთ, ამით პირიქითაა. ჩვენ შემოგვაქვს გარედან 3-ჯერ მეტი, ვიდრე გარეთ გაგვაქვს ნედლეული. ნედლეულს რა ფასი უნდა კონდეს? ოქრო გაგვაქვს, მარგანეცი გაგვაქვს, ხეთხე გაგვაქვს. ესაა ქვეყანა. რომელიც ნიდარაც ესე იგი ნიჭი ცავსე ქვეყანაში, ინტელექტი ცავსე ქვეყანაში, უინტელექტო ადამიანებმა პროგრესი გააჩერეს ქვეყანაში და ესე იგი ბოლშევიკებზე უფრო დიდი ბოლშევიკები გახდნენ და ლანძღავენ ხალხის და ქვეყნისუფლებას ლანძღავს ბოლშევიკებს საბჭოთა ეპოქას და ესენი უფრო მეტი ბოლშევიკები არიან ვიდრე ისინი იყვნენ. კატასტროფაა ეს. აი ამიტომ გვინდა ჩვენ რომ რაც შეიძლება ჩვენ ხო კამაჩი ვიწევთ ყველას. მე არ მინდა კონკრეტული გვარი გითხრათ, მაგრამ ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო პიროვნებამ, რომელიც იცნობს პრეზიდენტის მეუღლეს, მოიწვია პრეზიდენტის მეუღლეს უთხრა, რომ აი ჩვენ ხო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და არაო, მე მაგ ტელევიზიაში არ მოვალო, მე მივალო მხოლოდო იმედზეო და პირველ არხზეო და მე მზადა ვარო, რომ იქო წარმოგიდგენიათ რა უქნეს ქვეყანას? რა უქნეს ქვეყანას წარმოგიდგენიათ? ეს რა ქვეყანაა? ეს არის თავისუფალი ადამიანების ქვეყანა? აი აგერ მაქვს ამონაწერი. ამონაწერი არა ჩვენი დასკვნა, მეცნიერთა კონგრესის დასკვნა. პარადოქსია, რომ ქვეყანაში სადაც რეალურად ერთი პარტიაც კი არ არის,
რომელიც ოდნავ მაინც პასუხობს კლასიკური პარტიის საერთაშორისო კრიტერიუმებს, გვიმეორებ, ერთი პარტიაც არ არის, რომელიც ოდნავ მაინც პასუხობს კლასიკური პარტიის, ესე იგი, საერთაშორისო კრიტერიუმებს, ვატარებთ პარტიულ პროპორციულ არჩევნებს. ხალხს უნდა აწყობდეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი, მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია, რომელიც არ აწყობს პარტიებს და სწორედ ამიტომ ხელისუფლებას პარტიების ტელევიზიებიც მისი იგნორირებით ხალხს უმალავენ ქვეყანაში კრიზისის დაძლევის მეცნიერულ პროგრამებს. აი, მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. დააგვირდით თქვენ, აი აგერ რამდენიმე ამონაწერი გავაკეთებ. მხოლოდ პოლიციურ და დიქტატორულ ქვეყანაშია პაიკის როლში ნებისმიერი თანამდებობის პირი, პაიკის როლში. აბა მეტი რა არის? პაიკები არიან პრემიერ-მინისტრები, პაიკები არიან მინისტრები, პაიკები არიან ნებისმიერი გამგებელი გუბერნატორი, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ აი ერთმა კაცმა რომ თქვას და წაეცლება თავი, პოლიტიკურ თავზეა ლაპარაკი, ხო? ანუ მხოლოდ პოლიციურ და დიქტატორულ ქვეყანაშია პაიკის როლში ნებისმიერი თანამდებობის პირი და მხოლოდ 10 ქვეყანაში დუმს ყველა დაჭერილი და გაქცეული მაღალი შინოსანი. ანუ ისინი, რომელთაც ყველაზე მეტად იციან დიქტატორზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმაზე, რომ რატომ ცხოვრობთ დიდარ ქვეყანაში ღარიბად. რა ღარიბაშვილზე უკეთესად ვინ იცის? რომელი დემოკრატიული ქვეყანაა? ალბათ უყურებ ტელევიზიას და თუ ამ ტელევიზიას უყურებ კიდე მიმართავ ბატონ ღარიბაშვილს, რომელი რა თქვენ რო იყავით პრემიერ-მინისტრი, ის იყო, თქვენ იყავით პაიკი. კოლგით დაყვებოდით ბერას, მე რაღაცა მოხდა ისეთი და არ ახართ არაფერი. ციხეში ხართ. ეხლა ვინმე იტყვის, ოკი, მაგრამ ფულზე უარესი აქვს იმად, ვინც დარჩნენ თანამდებობებზე. თბილისში რო კორუფციაა, მსგავსი კორუფცია, რომელიმე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში და რომელიმე ქალაქში ღმერთთან უკნას ოდესმე, მაგრამ არავინ არ ეხება, იმიტომ რომ მონა და მეტი არაფერი. დააგვირდით მეცნიერთა კონგრესის დასკვნას, ჯერ ერთი მეტი რა არის მონობა, ვთქვათ, ღარიბაშვილის მეუღლე აქებს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის გადამრჩენს უწოდებს იმ კაცს, რომელმაც იცის, რომ არასწორად შინაგანად ხო სხვა რამეა. აბა ესაა თავისუფლება. თავისუფლება იქნებოდა მაშინ ყველაფერს ზუსტად ილაპარაკებდა ღარიბაშვილი, მისი მეუღლე, მისი ოჯახი. ტყუილს ლაპარაკობთ. ბიძინა ივანიშვილის გეშინიათ, იმიტომ რომ პოლიციური ქვეყანაა. დააგვირდით კიდე შემდგომ ასეთ იმას. ისტორიულად დიქტატურა დგას პოლიტიზებულ, რეპრესიულ, ძალოვან სტრუქტურებზე. მოსყიდულ ინტელიგენციაზე, კომპრომეტირებულ ადამიანებზე ხელისუფლებაში და მშიერი და დაუძლურებული ხალხის მოთმინებაზე, ხელისუფლების ჯიბის ფულად ქცეულ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ანუ ხალხის ფულზე, ასეთ პირობებში შესაძლებელია უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. ან კიდევ ტრაგედიაა, როცა ოდითგან ინტელექტით და ნიჭიერებით გამორჩეული თავისუფლების მოყვარული ხალხის ქვეყანა პოლიციური ხდება. საქართველოში პოლიციელთა რაოდენობა ყოველ 100,000 მცხოვრებზე პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ნიშსაც კლავთ და წესრიგიც არ გვაქვს. პოლიცია იცავს ხელისუფლების სახელისუფლებო სისტემას და არა ხალხს. და კიდევ ერთი გენიალურად თქვა მართლაც ჟიული შარტავამ, დემოკრატია არის იქ, სადაც კანონი პატივს სცემს, ვიმეორებ, კანონი პატივს სცემს და იცავს ადამიანს, და სადაც ადამიანი პატივს სცემს და იცავს კანონს. საქართველოში კანონი იცავს ხელისუფლებას და ხელისუფლებას და ელემენტარულ პატივსაც არ სცემს ხელისუფალს და საქართველოში კანონი იცავს ხელისუფალს და ხელისუფლებას და ელემენტარულ პატივს არ სცემს ადამიანს. აი ესეთი უნიკალური რამ აქვს, გამოთქმა აქვს ჟიული შარტავას. მე არ მინდა რომ გაგრძელდეს კიდე დიდხანს ეს, მე ძალიან მწვავე თვითონ განვიცდი ბატონებო, რომ ჩვენ სუსტები აღმოჩნდით, იმიტომ რომ ადამიანებში თავისუფლების საკენ სწრაფვა უფრო მძიმე აღმოჩნდა და დაკარგვის ეშინიათ, რაღაცის დაკარგვის ეშინიათ და ესე იგი ის პური არ დავკარგო დღეს.
ის თანამდებობა არ დავკარგო დღეს, ის არ დავკარგო, ანუ მიბმული არიან რაღაცაზე და უარი უთხრეს შინაგან თავისუფლებას. ადამიანი, რომელიც შინაგან თავისუფლებას ეუბნება უარს, ის ქვეყნისთვის ვერაფერს ვერ გააკეთებს. და ადამიანი, რომელმაც აი ასე დაამშია და დააუძლურა ხალხი, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. ის სხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებს ამ ქვეყანაში. სხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებდა მოქალაქეთა კავშირი და შევარდნაძე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებდა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, სხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებს ბიძინა ამანიშვილი და ოცნება. ვარ ბედნიერი, რომ არც მოკავშირის, არც ნაცმოძრაობის, არც ოცნების წევრი არ ყოფილვარ. პირველი ორი განსაკუთრებულად მთხოვდა და სიის პირველ ნომრობასაც კი მთავაზობდნენ, მაგრამ მე მაინც ვამჯობინე, რომ ხალხთან დავრჩენილიყავი. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია და არა ის, რომ თანამდებობა მიდის და მოდის და კაცობა, ადამიანობა ესე არ არის. კაცობა დღეს ფულის შოვნას ძალა არ უნდა. ამას უნდა შუბლის ზარღვის გაწყვეტა. დღეს ძალა უნდა არა ფულის შოვნას, არამედ ძალა უნდა იმას, რომ შეგეძლოს იშოვო ფული უკანონოდ, მაგრამ ეს არ გააკეთო, ამას უნდა ძალა. აი ესაა ძლიერი ადამიანი. პოლიტიკაში ვინც არის ასეთი, რომელსაც შეეძლო ფული ეშოვა, მაგრამ არ გააკეთა ეს. აი ესაა საქვეყნო კაცი. ფული შოვნას შუბლის ზარღვის გაწყვეტა უნდა. და იმას რომ ძალა უნდა იმას რომ შუბლი კონდეს ნათელი. ნათელი შუბლი რო კონდეს, ამას ძალა უნდა. ამ განწყობით მივდივარ მე ისევ რკინის ჯვარზე ხვალდილით. ვისაც აქვს ადრე 5 კაცი ავედით ჩვენ 2000 წელში, იქ 5 კაცი სულ. დღეს 2 დღის განმავლობაში მინიმუმ 10000-ზე მეტი, ალბათ 10000-ზე მეტი ადამიანი ადეს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ოდესღაც მოვა დრო, როდესაც ამ ადგილს ბიბლიურ ადგილად აღიარებენ. ჩემთვის დღეს ეს ბიბლიური ადგილია. ბიბლიური გამოთქმა, რომ ქრისტემ საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლად და ნუ იქნებით ადამიანთა მონები, ჩემთვის არის უნიკალური რამ. მაქვს მიდებული კნარი, როგორც მინდა, ესე იგი ეს არის თავისუფლება. თავისუფლება სულს ისე მოსყურდა, ვით დაჭრილმების გუნდს ყარუანკარა, ეს არის თავისუფლება. შინაგანად თავისუფალი ადამიანია სიმდიდრე ამ ქვეყნის. ვისისტიც არ უნდა იყო, ვისისტიც ზვიადისტი იქნები, შევარდნაძისტი იქნები, მიშისტი იქნები, თუ ოცნებისტი იქნები, თუ ბიძინისტი იქნები, მონახარ. ამას არ უნდა ეს დიაგნოზია უკვე, ვინ მისტობა დიაგნოზია, ვისმე მისტობა დიაგნოზია. ამას აღარ უნდა უკვე არავითარი ფსიქოლოგი და შემოწმება არ უნდა. ესე იგი, როგორ შეიძლება რომ გიყვარდეს ხელისუფალი? ხელისუფალს უნდა თხოვდე პასუხს. მე წეგან ვთქვი და ვიმეორებ, რომ აი როდესაც 20-25 მილიონს ხარჯავ რუსთაველის პროსპექტზე, აი იმას კი არა ტაშკი არ უნდა უკრავდე, რომ ჭავჭავაძის პროსპექტი გააკეთე და წელის პროსპექტი გააკეთე. აბა ერთი რა დაგიჯდა ეს? და რატო დაგიჯდა ამდენი? რატო გააკეთე ასე? და რა ჯდება საერთოდ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში რაიმე რო შენდება, ეს კატასტროფაა. ბიუჯეტის ანუ ხალხის ფულით დიდრდებიან და ხალხზე ბატონობენ. ხალხის ფულით გამდიდრებულები ხალხზე ბატონობენ და ხალხი მონება დააქციეს. ამას ქვია დიდარი მონების ქვეყანა, იმიტომ რომ თვითონ არიან მონები და ხალხიც აქციეს მონებად. ამისგან დახსნა არის ძალიან დიდი რამ, უმძიმესი რამ, უძლიერესი რამ. ეს შეუძლიათ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს. აი ამიტომ იმ კონფერენციას მეცნიერთა კონგრესს ის აქვს ის იმათ ღირს მეცნიერთა კონგრესი, რომ ნელ-ნელა შევიდეთ ხალხში, გავიტანოთ ეს იდეები ხალხში, მივიდეთ ამ პროგრამებით ხალხში, ხალხს უთხრათ მისი ფუნქცია და უთხრათ ხალხს, რომ ამ ქვეყნის პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. ხელისუფლება მსახურია და არ შეიძლება მსახური ცხოვრობდეს უკეთესად ვიდრე ხალხი. არ შეიძლება მსახური, ანუ ხელისუფლება ცხოვრობდეს უკეთესად ვიდრე ხალხი. ეს არის ოქროს კანონი.
ოქროს კანონი და ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, თავისუფლება და საკუთრების უფლება და ესე იგი უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, ესე იგი ადამიანს ჰქონდეს საცხოვრისი, ანუ გადახურული, საარსებო მინიმუმი, რომელიც ერთ კაცზე 3000 ლარზე მეტია და ესე იგი სწავლის თავისუფალი არჩევანი და მედიცინის სადაც მინდა იქ მივალ და ყველგან დაზღვეული უნდა დაცული უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობა, აი ვიდრე ეს 4 რამ, ამას თუ არ აკეთებს, ეს არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს 1992 წლის შემდგომ განსაკუთრებით არ ყოლია ამ ქვეყნის მსახური ხელისუფლება. და ეს ამ ხელისუფლებების ბრალი არ არის მარტო. ეს ხალხის ბრალიც არის. როდესაც ჩვენ ვირჩევთ იმ ხალხს, რომლებიც გამდიდრებისთვის ან საკუთარი ქონების დაცვისთვის არიან ხელისუფლებაში. როდესაც მინისტრებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს და ეროვნული ბანკშია თუ სხვაგან არიან, ვერ თვლიან სახლებს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი და ჩვენ მონები ვართ. მე კარგად თქვა რომან ურუამ, ესე იგი გაკიდვა გავიყიდეთ, რომან ურუამ კარგად თქვა, მე არც გავყიდულ ვარ და არც გავიყიდებიო. და მე კი ვცხოვრობ კარგად, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არისო. ჩემთვის საკმარისია, ჩემთვის თავარია ის, რომ ხალხი ცხოვრობდეს კარგადო. ამ ქვეყანაში თუ სადმე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში შეიძლება. ეს არის მეცნიერული დასკვნა და არა მარტო ჩვენი მეცნიერების. ამ მიწის, ამ წყლის, ამ ხაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ ინტელექტუალური რესურსების და ამ ესე იგი გეოგრაფიული პოტენციალის ქვეყანაში ჩვენ არ შეიძლება რომ ღარიბად ცხოვრობდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მდიდარი ქვეყანა. ჩვენ დღეს კავკასიაშიც კი დავთმეთ პირველობა და ყველა ხელისუფლება, რომელიც მოვიდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 92 წლის შემდგომ, იძახის, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხი ცხოვრობდეს კარგად, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თვითონ გამდიდრებულიყვნენ და ხალხი დაიმშიათ და დაიუძლურებიათ. აი კიდე ერთხელ მინდა გარკვევით და გამოკვეთილად უთხრა ხალხს და მე შინაგანად მართალი მინდა ვიყო თქვენთან. ეს 99 წლის აგვისტოა. 11 აგვისტოს გადავეცი პრეზიდენტს. მე ეს წერილი შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე დევს, ამ დღეებში კიდე გამოვიტან ჩვენს Facebook-ზე. ამ წერილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მე პრეზიდენტს ვეუბნები, რომ საქართველო არის მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა. 99 წელში, არა მისი პრეზიდენტობის პირველ წელს, არა მეორე და მესამე წელს, არამედ პრეზიდენტობის მე-7-მე წელს უთხარი, რომ კი 7-8 წელია პრეზიდენტი ხარ, მაგრამ საქართველო მშიერი და დაუძლურებულია. მე ამიტომ ვბედავ ამდენს დღეს, რომ ამ ხელისუფლებებს და იმას რომ ვეხები და ვლაპარაკობ ამას და ვბედავ იმიტომ, რომ როდესაც მივედი პარლამენტში, აი არ მეხმაურება რაცხაც ბატონი გიგი წერეთელი, როდესაც ბატონმა ზურაბ ჟვანიამ თქვა, თემურ შაშიაშვილმა მოგვიტანა მეცნიერებისთან ერთად ჩამოყალიბებული ქვეყნის ხსნის პროგრამა. და ყველა კომიტეტს გევალებათ განიხილოთ ერთი კვირის განმავლობაში, შევადგინოთ საერთო პროგრამა და ვიმოქმედოთ. და მეორე დილით მიწვევენ და მეუბნებიან, მაშინ მოვიყვანთ ამას მოქმედებაში თუ შემოხვალ მოქალაქეთა კავშირში. ვინც გინდათ, რაც გინდათ ის თქვით, მე არ შევედი მოქალაქეთა კავშირში და ვთქვი, რომ პარტიებმა დაღუპეს ეს ქვეყანა და პარტიები ღუპავენ ამ ქვეყანას.
ამიტომ ვამბობ, რომ ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ქვეყანას ჭირდება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ქვეყანას ჭირდება არა პარტიული პარლამენტი, არამედ პოლიტიკური პარლამენტი. ქვეყანას ჭირდება პიროვნებათა პარლამენტი და ყველა პიროვნება, ვინც იქნება არჩეული, მისი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, წესიერი ადამიანი უნდა იყოს, ენერგიული ადამიანი უნდა იყოს, გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს. აი დაძლეული იქნება მაშინ ეს. მე პრეზიდენტს მივწერე რომ თქვენ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და ბუნებრივია შეგაწუხათ ჩემმა შეფასებამ მშიერ და დაუდულებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთ ქვეყანაში, ანუ მშიერ და დაუდულებულ ქვეყანაშია ბატონო პრეზიდენტო შესაძლებელი ანტიქართული ძალების პარპაში. დღეს ზეიმი აქვთ მათ პარპაშობენ. კუჭის გამარჯვება გონებაზე, კუჭია გამარჯვებული დღეს გონებაზე ქვეყანაში. ნიჭიერების დამარცხება, ნიჭიერი ადამიანი დღეს იგნორირებულია. უვიცების ბატონობა განათლებულ ადამიანებზე. ფეოდალური აზროვნების ბატონობა. ბიძინა ივანიშვილის აზროვნება სუფთად ფეოდალური აზროვნებაა. და მთელი პარტიის აქედან გამომდინარე. კლანურობის ზეობა. კლანურია ეს პარტია არ არის. არსებობს ნაციონალების კლანი, ოცნების კლანი და კიდე რამდენიმე სხვა ნაგლეჯები. იქ და კლანები ესენი, არავითარი კლასიკური პარტიები ესენი არ არიან. ხალხში მონური ფსიქოლოგიის გაძლიერება, დიახ, სარგებლობენ იმით, რომ გოეთევნონ თქვა, არ არსებობს ბოროტება, რომელიც ჩემში არ იყოსო. ყველაში ზის მონაც და ბატონიც. მთავარია რომ არ გააღვიძო მონა და ბატონი იყოს ადამიანი. 21 საუკუნეში ერთი მეფე ეყოლება ხელისუფლებას, აი სწორედ 99-2000 წლებში ვამბობდი და ეს განათლება იქნება. განათლებაა ნომერი პირველი, რაც ჩვენ მიგვიყვარს თავისუფალ ადამიანთან. საკუთარი, ესე იგი, სწორედ მშიერ და დაუდულებულ ქვეყანაშია შესაძლებელი საკუთარი ეკონომიკის გრევა და სხვა ქვეყნის უვარგისი, მაგრამ იაფასიანი საქონლით ვაჭრობის დიდ ჩარჩულ მოედნად საკუთარი ქვეყნის გადაქცევა. 80% საქართველოში გარედან შემოტანილი პროდუქტი ცხოვრობს, და რა პროდუქტები ესენი? რა ვნახე, გარეთ სადაც არ წავედი, იგივე ლადიკაკას მაგალითი მინდა მოვიყვანო, ორგანული პროდუქტი, სუფთა პროდუქტი და სად 2500 კვადრატულ მეტრზე ყავთ აყვანილი საქონელი და 2500 კვადრატულ მეტრზე ფუტკარი, 2500 კვადრატულ მეტრზე მოყავთ კარტოფილი, რომ ელემენტი არ იყოს იქ რაიმესი. აი ესა და ასეთი მაღაზია გახსნილი იქ. ესე იგი, ხორო მშიერ და დაუდულებულ ქვეყანაშია კიდე რომ გავაგზელო, ესე იგი, ძლიერისა და სამართლიანობის დაუფასებლობა და სუსტა იდეოლოგიის დამკვიდრება. სუსტა იდეოლოგიაა გამარჯვებული ქვეყანაში. ძალიან კარგად აქვს გაბონათქვამი, აგერ ნახეთ, აი ამ წიგნზე, ესე იგი, ნაპოლეონი როგორ ამბობდა, დავეხმაროთ ძლიერებს და ნიჭიერებს, უნიჭოები და ქვემძრომები თვითონაც გაიკვევენ გზას. ჩვენ არ ვეხმარებით ძლიერებს და ნიჭიერებს. და უნიჭოები თვითონ იკლებენ გზას და დაგვაჯდნენ თავზე. მშიერ და დაუდულებელ ქვეყანაშია სიკეთე გათვითოკაცებული და ბოროტები ერთ მუშტადაა შეგრული. ეს ჭაბუა მირეჯების აი ამ სნეობრივი განსაწმენდელია მართლა დათათუდაშია იქენა მოღებული. სწორად ასეთ ქვეყანაშია ადვილი ღმერთის განდევნა ადამიანიდან, ოჯახიდან, სასწავლო აუდიტორიიდან, ცხოვრების წესიდან. ეკლესიაში სიარული არ არის ის, რომ შეში ღმერთი ცხოვრობს. ეს არ არის ეგრე და ეგრე მარტივად ნუ შევხედავთ ამას ყველაფერს. აი ეს ბატონებო, აი ასეთი მძიმე გამოსვლა გამომივიდა, მაგრამ აი ის რაც გავაანალიზე, რასაც ვხედავ, რომ მკითხულობ ფილოსოფოსებს, რომ ეცნობი მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, ვიყავი იტალიაში, ხშირად მომიწია ყოფნა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვადარებ, ვხედავ რა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რომ ვხედავ ჩვენ მივდივართ უკან და უკან. სხვები უფრო მიდიან წინ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სიცრუეში ვცხოვრობთ, სიყალბეში ვცხოვრობთ. ვიდრე ჩვენ არ მოვერევით, საკუთარ თავზე არ გავიმარჯვებთ და არ ვიტყვით იმას, რომ არ გვინდა პოლიტიკოსები, რომელიც წესიერებიდან გაიქცნენ. და ვიდრე არ ვიტყვით იმას, რომ პოლიტიკოსი ხალხს უნდა იცავდეს და ხალხს უნდა ემსახურებოდეს და ხალხის მსახური უნდა იყოს და არა უფროსი. გავაკეთებთ ამას, ჩვენ ვიქნებით უძლიერესი ქვეყანა. მე პირადად, ვიდრე ფეხზე ვდგევარ, ამ განწყობით ვიქნები. არ მექნება მხარდაჭერა, არ მექნება და არ არის პრობლემა. ოღონდ ხალხი ცხოვრობდეს კარგად და ჩემი მხარდაჭერა არ არის მთავარი.
მეცნიერთა კონგრესი არ ფიქრობს ხალხის მხარდაჭერაზე. მეცნიერებთა კონგრესი ფიქრობს ხალხის კარგად ცხოვრებაზე. მეცნიერების კონგრესი ფიქრობს იმაზე, რაც ამას აწერია. მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში და მეცნიერთა კონგრესი ამბობს. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, ყველას ვინც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში მიუხედავად რელიგიური ხედვისა, თუ რწმენისა, თუ ეროვნებისა, ყველანი ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე საქართველოში. მაგრად ვიტყვით, ძლიერად ვიტყვით.